ვაგრძელებთ ქვიზების სერიას, ამჯერად ზოგადი განათლების შესახებ. კითხვა პირველი. ვინ იყო ალექსანდრე მაკედონელის პირადი მასწავლებელი და ავტორი ნაშრომისა, ნიკომაქეს ეთიკა? სწორი პასუხია არისტოტელე. კითხვა მეორე. რომელმა მეცნიერმა აღმოაჩინა პირველი ანტიბიოტიკი პენიცილინი, რამაც რევოლუცია მოახდინა მედიცინაში? სწორი პასუხია ალექსანდრ ფლემინგმა. კითხვა მესამე. ვინ იყო საფრანგეთის სამეფო კარის ის გავლენიანი კარდინალი, რომელიც ლუი მე-13-ის დროს ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გახდა და ალექსანდრე დიუმას სამ მუშკეტერში ანტაგონისტადაა გამოყვანილი? სწორი პასუხია კარდინალი რიშელიე. კითხვა მეოთხე. რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმი, ფართობის მიხედვით, რომელიც თავდაპირველად საფრანგეთის მეფეების ციხესიმაგრე და რეზიდენცია იყო? სწორი პასუხია ლuvri. კითხვა მეხუთე. რომელია ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსი და ავტორი წიგნისა სიზიფეს მითი, რომელშიც ის აბსურდის ფილოსოფიას განმარტავს? სწორი პასუხია ალბერ კამიუ. შენი შედეგი დაწერე კომენტარებში. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის კი გამოიწერე არხი.